მოგესალმებით დიანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. მადლობა მოგზაურობისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დღეს პირველი მოსმენით მიღებული იქნა კანონი მანიფესტაციების და შეკრებების შესახებ შეზღუდვის მიმართულებით, ცვლილებები დაინიცირებული ქართული ოცნების მიერ. აქ აღსანიშნავია ფაქტი, რომ ეს ცვლილებები ოცნებამ დაინიცირა წლის ბოლოს დაჩქარებული წესით, ფორსირებულად. და ბუნებრივია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქონდა ჩვენ ამაზეც როგორც საკომიტეტო მოსმენაზე, ასევე პარლამენტის სხდომაზეც შესაბამისი შენიშვნები, რომ ეს კონკრეტული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებას ადამიანებისას შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას და ამ ცვლილებით ისინი ავალდებულებენ მოქალაქეებს, ადამიანებს, რომლებსაც გააჩნიათ პროტესტი, რომლებიც შეიძლება სპონტანურად მოხდეს და ამის მაგალითი გქონდა ჩვენ შარშან 28 ნოემბერს მას შემდეგ, რაც კობახიძემ თავად განაცხადა, რომ ისინი წყვეტდნენ ევროკავშირის მიმართულებით. კი, რამდენიმე წუთი და იყო საკმარისი, რომ რუსთაველი გადავსებული იყო. რამდენიმე წუთში მთელი რუსთაველი სავსე იყო 10,000-ობით ადამიანი გამოვიდა. მსგავსი ტიპის აქციების დროს ისინი ავალდებულებენ. ასეთ სპონტანურობა დაშვებული არ არის ამ კანონ პროექტში კი. ამ სპონტანურობის შემთხვევაში შეკრების, როგორც კი შეიკრიბება ეს ხალხი, პროტესტის მონაწილეები, ამის შემდეგ უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. აქ აქტორად შემოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც არის უფლებამოსილი მიიღოს და ასე ვთქვათ, აკონტროლოს მართოს ეს პროცესი და თავისი შეხედულებისამებრ თუ თუნდაც ეს იქნება სპონტანური, არასპონტანური, მათ ისინი ავალდებულებენ აქციის ორგანიზატორებს 5 დღით ადრე მოხდეს ეს კონკრეტული შეთანხმება, მაგრამ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყება წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დროს არ ჩატარდეს ეს კონკრეტული აქცია, მათ შეუძლიათ მიუთითონ აქციის მონაწილეებსაც, ორგანიზატორებსაც, რომ ან შეწყვიტონ, ან გადაინაცვლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასე ვთქვათ გამოყოფილ კონკრეტულ ლოკაციაზე, ან შეიცვალონ ეს ლოკაცია. თუ რა თქმა უნდა, ორგანიზატორების და მათ შორის აქციის მონაწილეებიც ბუნებრივია არ იქნებიან თანახმა, უკვე მოდის სანქციები, პასუხისმგებლობა და ამ სანქციების ნაწილში ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში ოცნების მიერ გამკაცრებული კანონები, რომლებიც უკვე ფაქტია, რომ ადამიანებს ტროტუარზეც არაჩერებენ, პირბადის დარბის გარეშე გამოც აჯანმებენ და ამ მიმართულებითაც სანქციები ითვალისწინებს ჯერ ადმინისტრაციულ პატიმრობას, მორიგჯერზე უკვე სამხედრო პასუხისმგებლობაში. კი ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება ახლა თქვენი გუნდი არ არის არესწრება, ან გულშემატკივრობს, ან ნაკლებად, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის 50 ან 150 ადამიანის პროტესტი და რომ ეს ქართული ხალხის პროტესტად ვერ ჩაითვლება, ქართული საზოგადოების სხვადასხვა ციფრებს ასახელებენ. ამის მიუხედავად, თქვენ როგორ ხსნით აი ამ საკანონმდებლო დევნას პროტესტის პარალელურად, ანუ ნელ-ნელა დამძიმებას, მათ აწუხებთ ეს მათი თქმით 50 თუ 150 ადამიანი, თუ როგორც დღეს განმარტა კობახიძემ, ისინი რეალურად უმრავლესობაზე წუხან, რომ ეს თქვით უმრავლესობა ამ გარემოში, მაგალითად, ეს თქვით იღლება ან მისი უფლებები ირღვევა, როდესაც ან ქუჩას ან ტროტუარს იკავებენ. ახლა ციფრების ნაწილში ნამდვილად არ ღირს ოცნებასთან ამ პოლემიკაში შესვლა, იმიტომ რომ ფაქტია, რამდენი 10,000-ობით ადამიანის არ უნდა გამოვიდეს, მათთვის ეს არის ან 100, 150 ან თუნდაც 20 კაცი. შესაბამისად, ამაზე არ ღირს განმარტებების გაკეთება. მნიშვნელობა არ აქვს აქციას, იქნება ეს პოლიტიკური, აპოლიტიკური, სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, მწვავე ჩვენი ყოველდღიური პრობლემებიდან გამომდინარე. იკრიბება 10,000-ობით ადამიანი თუ 10 ადამიანი. თითოეული ადამიანის უფლება კონსტიტუციით არის დაცული, განსაზღვრული, მტკიცედ, შესაბამისად მათ უნდა გქონდეთ თავისუფლად, როგორც შეკრების, ასევე გამოხატვის თავისუფლება. რაც შეეხება ეს პროცესები ადარდებთ თუ არა, ბუნებრივია, მთელი 1 წლის განმავლობაში რა პროცესების მიმდინარეობდა და ჩვენ გავიხსენეთ 28 ნოემბერი, ბუნებრივია მათ ადარდებს ეს კონკრეტული აქციები. არაერთი აქცია არა მარტო თბილისში, სხვა რეგიონებშიც ყოველდღიურად მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა აქციები ამ მიმართულებით. შესაბამისად, ეს არის მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის, ასე ვთქვათ, შეფუთული
გზავნილები, რითაც ისინი თითქოს რაღაც ბალანსის დაცვას აპირებენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის და ამით ამართლებენ ამ შეზღუდვას, ბუნებრივია მხედველობაში ვერ იქნება. კი ბატონო, BBC-ს ფილმთან დაკავშირებით თქვენ გუნდს ჰქონდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა, როგორც ხვდები, ჯერჯერობით ამ თემაზე პროგრესი არ გაქვთ. გაქვთ თუ არა მოლოდინი ასეთი პროგრესის? მოგიხსენებათ, ჩვენ დავაინიცირეთ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ინიციატივა შესულია, უნდა მოხდეს ბიუროს ხდომაზე განხილვა, დღესაც ველოდებოდით, არ ვიცი პროცედურულად შეიძლება ხვალ განიხილონ. პასუხი კითხვაზე თუ რატომ არ გაიტანეს დღეს არ მაქვს, ალბათ თვითონ მიტყვიან, შეიძლება ეს ხვალ მოხდეს ამ კონკრეტული საკითხის ბიუროს ხდომაზე გატანა, რომ შემდეგ უკვე პლენარულ ხდომაზე მოხდეს კონკრეტული საკითხის განხილვა. კი, მაგრამ პრეტექსტებით, პრეკომენტარებით რა შთაბეჭდილება გექნებათ? შთაბეჭდილება გვექნება ის, რომ ბუნებრივია ისინი თავს არიდებენ ამ მიმართულებით ჩაერთონ ამ პროცესში, მათ არ უნდათ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ამისად ვნახოთ ჩვენ დღესაც მოუწოდეთ მათ იყვნენ ამ პროცესში ჩართული, ვინაიდან საგამოძიებო კომისია პარლამენტში ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ საზოგადოებამ ნათლად თავად მიიღოს იმ კონკრეტულ მნიშვნელოვან შეკითხვებზე პასუხები, რაც დღეს ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რა ინფორმაციების გავრცელდა, ლეგიტიმურად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, მათ ისინი აპელირებენ იმით, რომ გამოძიება დასრულებულია, ისინი აპელირებენ იმით, რომ თითქოს რაღაც კონკრეტული ნივთიერებები მათ დაასახელეს, რომელიც გამოიყენეს და საზოგადოებას ეუბნებიან, რომ ამ მიმართულებით პრობლემა არ არის, ვინაიდან არ გამოიყენებია კამეტი, რა თქმა უნდა, აბსურდი არის, ვინაიდან და რადგანაც დღეს პოლიციის შესახებ კანონით პირდაპირ განსაზღვრულია სპეციალური საშუალებები, რითაც უნდა მოხდეს მათ შორის აქციის ასე ვთქვათ მართვა ამ შემთხვევაში არსად მათ ამ კანონის პარაგრაფში არ უწერიათ, რომ მათ აქვს შესაძლებლობა წყლის ჭაულში გარეული გარკვეული ნივთიერებები გამოიყენონ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ბუნებრივია ჩვენ ვითხოვთ ამ კონკრეტულ კითხვებზე და ამ შესაძლო უმძიმეს დანაშაულზე, რომ მათ გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, რომელიც თავად აღიარეს უკვე რომ რაღაც სამი ტიპის ნივთიერება, რომელიც ამოღებული იქნა და გამოიყენეს. ორის გამოყენება აღიარეს, მესამეს ჩამოწერაზე. მესამე სამმართველობაში ეს ვთქვათ აშკარა მკაფიო პასუხი არ მოგვისმენია, ჩამოწერაზე არის საუბარი. კობახიძე ამ მკაფიობის შემოტანას, მაგრამ ჩამოწერაზე არის საუბარი, მაგრამ კონკრეტულად მკაფიოდ ბუნებრივია საზოგადოებას არ აქვს ნდობა, ლეგიტიმური ნდობა იმ საგამოძიებო უწყებების მიმართ, რომლებიც წლებია უკვე. თავი კითხვა იყო 4-5 რატომ იყო დეკემბერი დაკონკრეტებული, დღეს კობახიძე ამბობს, ესე იგი სუსის განცხადებას, არ ვიცი კობახიძე უნდა გავაყოლოთ თუ როგორც არის, რომ ყველა სხვა დღე იგულისხმებოდაო, არა და იქ ძალიან მკაფიო იყო იმ კონკრეტულ თარიღებს ლაპარაკი. განცხადებებსაც შეეხება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. უნდა გავაყოლოთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ რა განცხადებების მოვისმინეთ ოცნების წარმომადგენლების სხვადასხვა ყოფილი მინისტრის, მოქმედის, შემდეგ პრემიერ-მინისტრის, სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შესაბამისად ეს ბუნდოვანება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა, ეჭვები ამ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დანაშაული, რომ მათ წყალში კონკრეტული ნივთიერებები გაურიეს, თავადვე აღიარეს, თავადვე ამბობენ ამ მიმართულებას და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ კანონით მათ ამის უფლება დღეს მოქმედი ამ კანონმდებლობით არ აქვს განსაზღვრული, როგორც სპეციალურ საშუალებად წყალში გარეული სხვადასხვა მიმართულებით ნივთიერებები გამოიყენონ მოქალაქეების წინააღმდეგ. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა ობიექტურ კითხვებზე მიიღონ პასუხები, კონკრეტული პასუხები და თავად განსაზღვრონ უკვე გამოძიების პროცესის ობიექტურობა საგამოძიებო კომისიის ნაწილში, კიდევ ერთხელ ვითხოვთ, რომ მოხდეს საგამოძიებო კომისიის შექმნა. დანარჩენს დავუვადოთ რა უშუალოდ. კი ბატონო, ძირითადად თქვენ რას ასხამდით მაგალითად, თქვენ რას ურევდით, თქვენ რა გამოიყენეთ, ასეთი კონტრკითხვები აქვს. თქვენი გუნდი არის ამ ტიპის დებატისთვის ოცნებასთან მზად? ჩვენ ნამდვილად მზად ვართ ყველა მიმართულებით დებატის, ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია ჩვენი წარსულის, რაც გავიარეთ დღემდე. და ასე ვთქვათ, რასაც გეგმავთ რომ მარაგებში მე ყველას ვეკითხები, მარაგებში რა ქონდა, არ ქონდა მას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მარაგში შეიძლება ძალიან ბევრი რაღაც იყოს, მათ შორის რადიოაქტიური ნივთიერების მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულმა უწყებამ ეს გამოიყენოს მოქალაქეების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მკაცრად არის კანონით განსაზღვრული,
კანონი პოლიციის შესახებ სპეციალური საშუალებები, რომელთაც უნდა მოქმედებდეს შესაბამისი უწყებები. სადაც არსად არ წერია, რომ წყლის ჭაუში გარეული კონკრეტული ნივთიერებები მათ შეუძლიათ მასების მართვა. ეს არის ხაზგასმით აღნიშნული კანონში. კი ბატონო, მადლობა გიგას, მე მას დავემშვიდობები რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.